მადლობას გადაგიხდით მოგზაურობისთვის, დაფასებისთვის და სულ ძალიან ცოტა ხანს ვითხოვთ თქვენს ყურადღებას. მე მინდა ამ კლასთან მუშაობის ის 4 წლიანი ეტაპი კონკრეტულად შევაჯამო თავიდანვე, იმიტომ რომ არა მაქვს გარანტია ბოლოში რამე ვთქვა. ჩემი ემოციებიდან გამომდინარე. ამიტომ აი თავიდანვე ვიტყვი ძალიან მოკლედ. მოკლედ 4 წლის წინ შევხვდი მე ამ ბავშვებს და 4 წლის წინ დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობა. მე მათ თავიდანვე ვუწოდე ჩემი პატარა მეგობრები, ასეც დარჩნენ. ნამდვილად მეგობრები იყვნენ, იმიტომ რომ აი როგორც რაც მეგობრებს ახასიათებდათ, მოსმენა, გაგება, თანაგრძნობა, ყოველ დღე მართლა ხვდებოდი და ყოველ დღე ვგრძნობდი ამ ბავშვებისგან. არც ერთი გამრიგებელი არ იტყვის, ეხლა თანხმობას არ მეტყვის, რასაც მე ვიტყვი იმას, რომ თუკი ამ სკოლაში ვინმეს გაუვლია, ეს ჩვენი სკოლიდან აღდგენილა, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად გულშემატკივრობდი ჩემს სადამრიგებლო კლასებს. ყველა დამრიგებელი ალბათ ასეა. ყველაზე მეტი სიყვარულით, ყველაზე მეტი ზრუნველობით, ყველაზე მეტი ნერვიულობით, იმიტომ რომ როდესაც რომელიმე საქმის მასწავლებელი საყვედურს გაძლევს, რომ აი დავალებას აწესა რაღაცა იზუტები, ისე როგორც მშობელი ხარ აგრული კედელთან და გრძნობ როგორც მშობელი თავს. ამიტომ ყველა კლასების მიმართ, რომელიც სადამრიგებლოსაც ჩემს ხელში გაუვლია, მერვე თაობა არის ეს ბავშვები, ყველაზე მეტად შემატკივა გული და ყველა ძალიან მიყვარს. 4 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვითანამშრომლობთ. რას გულისხმობ აქტიურ თანამშრომლობაში? არაერთი პროექტი, არაერთი კომპლექსური დავალება, არაერთი მაგ ჯორჯიას საზაფხულო ბანაკები გავიარეთ ერთად. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ერთად გულშემატკივრობდით კლასის საერთო ჩატით საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებს და ვერ წარმოიდგენთ რა ამბავი იყო ჩატში ატეხილი. აბა ის გაიტანს, კი ეს გაიტანს, გოლი, მთელი ამბები, აი სიხარულს ვიზიარებდით თამაშებიდანაც კი. და არ შემიძლია არ აღვნიშნო ისეთი პროექტები, როგორიც იყო ბებიების დღე. 2 წლის განმავლობაში, რომ თითქმის ყველა ბებია მოვიწვიეთ და უდიდესი სიხარულით და სიყვარულით და ელოდნენ ეს ბავშვები ამ დღეს. ძალიან საინტერესო იყო ექსკურსიები, შემეცნებითი ექსკურსიები. ძალიან საინტერესო იყო ტურებში მონაწილეობა, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ მეორე კლასიდან მოყოლებული ეს ბავშვები ტურებში და ჩვენ ერთად ვიხილავდით ხოლმე მე დავალებებს, ერთად ვაჯამებდით ქულებს და ერთად ველოდებოდით მეორე ტურს, ველოდებოდით ფინალურ ტურებს და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ძალიან აქტიური, მაღალი მზაობის ბავშვები და საინტერესო ბავშვები არიან თავისი სიცელქით, თავისი ზედმეტი ლაპარაკით. მოკლედ, კიდევ ერთხელ მადლობას მოგიხდით მოგზაურობისთვის და ეხლა კი ხოთ მეოთხე კლასის მოსწავლეებს წარმოგვიდგინონ დასკვნითი ღონისძიება მზე დაგვაქვს გულებას. Chantas, de las mangas,
სწავლიდან რომ აპირებდა წასვლას ვაკვირდებით ვინ იქნება დედა ჩვენი პირველი მასწავლებელი ჩვენ ამბობ ჩვენზე გამოვიდა განსაკუთრებული მდგომარეობაა გამოცხადებული. დიდი თუ პატარა, ერთი მიზნისთვის იკრიბება. რა მიზეზია ასეთი? იცი, მიზეზი რაც არის. დღეს ყველა ჩვენთა განისგული უფრო მეტი სიტყვოთიბაგა ბუგობს, რადგან უნშიდობებით ჩვენს თბილ და უსაყვარლეს მასწავლებელს და უნშიდობებით მეოთხე კლასს. ნოსტალგიურად ეშხეს. დამშვიდობება ყოველთვის ევდიანია, მაგრამ მოდი ჩვენ ეს დღე დღესასწაულად ვაქციოთ. გავეხსენოთ ყველაფერი, რამაც პირველი ზარიდან დღემდე მოგვეწონა. ჩვენი ტკბილი ეკა მასწავლებელი რამდენი დღე, საათ, წამი გაატარა ჩვენთან და ამ დროის მანძილზე ჩვენი სწავლითა და განვითარებით იყო დაკავებული. ქართულ ლექსიკონში არ მოიძებნება არც ერთი სამადრობელი სიტყვა, რაც მასწავლების ღვაწლსა და სიდიადეს სრულყოფილად გადმოჭრა. თუმცა პოეტები ოდითგანვე უახლოვდებოდნენ სიტყვის სიდიადით და ამის აპიწონად გავეხსენოთ იოსებ იონეშვილის მასწავლებელი. მასწავლებელი მშობლის ალერსის, ამო ქართული ტკბილი ანბანი, მასწავლებელი ნორჩის თვალებში, ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი. მასწავლებელი ჩვენ სიყვარულში განათებული როგორც ოცნება, მასწავლებელი სინდის ნაუსი, მხოლოდ ხალასი პატიოსნები. მასწავლებელი დედის გულივით, მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი, მასწავლებელი გავხის სული, მასწავლებელი გავხდე ნეტავი. მასწავლებელი გულისმიერ თვლიდით აღხდენად, დიდით მეგობრად, მასწავლებელი მასზე ძლიერი, მასზე სწავლული არ უნდოდა. მასწავლებელი ამ ქვეყანაზე სიტყვით ქებული, საქმით ქებული, მასწავლებელი დედა ენაზე, მშობელ ენაზე შეყარებული. მასწავლებელი სიტყვა ფრთიანი, მუდამ მამულზე ფიქრით გართული, მასწავლებელი მართლაც ფრთიანი, რაც კი კარგია, რაც კი ქართული. მასწავლებელი ღამე უძილო, ნორჩებზე ფიქრი დაუშრომელი, მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ასასი ბავშვი. მასწავლებელი რამ დაგვავიწყოთ, ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა, ქვეყანთ არც ერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი არ ჰყოლოდა. მოდი გავხიარულეთ. როგორ? გავხსენოთ სახელისო ამბები. ასეთ ამბებს შეგამოვით, ზოგი იტყვის, ზოგიც არა. ევს კი უძლებდა ჩვენგან ჩვენი მასწავლებელი. გახსოვთ, თავდაპირველად ასო ისწავლა უმეტეს სვიჭიდან. ციცინაში შელა იყო. ეხილ ძეძილი. ლომი კი ხომი. მარიამ ხოდაიძეს ექიმობა ჰქონდა დაჩერებული. მისი ყოველი დილა კლასის შემოვლით იწყებოდა. ხან გულის რიტმს გვიმოწმებდა და ხანას თერმომეტრის ნაცვლად საწელკამად უთავდა იბიძაში. მე მოსასავსე ჩანთა მაუწევდა ყოველს. და სარიპოვიდით იგება. გული კი იყო თუ? ნამცხვარი. გიტრი თუ? ვერ ნახულობ. ბანანი. მთელი კლასიც კარგად ფეიბოვლით ხოლმე მასთან ერთად. ერთი სიტყვით უამრავი სახალხო ამის გასება შეიძლება. ჩვენ სკოლის კედლებს კალერსით გაბრძანებთ. გულით შესხული ჩიტივით ფრთხიალებდა. კეთილი ღიმილით, კეთილი თვალები. სულ ჩვენ გვიღიმოდა, სულ ჩვენ გვიქრებდით. სულ ჩვენზე ფიქრობდით, მუდამ გვისრულებდით. რასაც ვიფიქრობდით, გულში გავივლებდით და ჩვენ იზრდებოდით და ჩვენ იშლებოდით. როგორც გაზაფხული ზეზე ყვავილი. ჩვენს გულში იყავით არ გვეიგებოდით.
გული უმანკო ფიქრებს გადავლად ჩვენო პირველო მასწავლებელო მადლობა და კიდევ განვიცილებ გავთიანდებით ყველა დღეს ნახავს თავის ცხოვრებას ჩვენო პირველო მასწავლებელო ყველა ჩვენთანაც ვემახსოვრებით რომ ალე გავიდა მუდმივ ზრუნველობაში ხერხებს იზრდება კვირა თვე წელიწადს და ჩვენს თითქოს შეუმჩნევლად გავიზარდეთ ახლა უკვე მეოთხე კლასს ვართ ჩვენ აღზრდაზე მომავალში სხვა მასწავლებლები იზრუნებენ და ჩვენც შევეგვებით ახალ რეჟიმს წვერის ზაფხულის ცხელი დღეა და სასექტემბრო ზარი კვლავ მოგვიხმობ სკოლაში მოგვიხმობ და მოვალთ მაგრამ სამღა იქნება ჩვენი ციცქრამარხები ჩვენი პირველი მასწავლებელი ისინი უკვე პატაწინა პირველ კლასებში შემოუძღობიან კლასში ისეთები როგორები ჩვენ ვიყავით 4 წლის წინ ეს ისეთ Amars klavevis parta sismarshi minakhas Zavalgavebis adats Pavshobis nagvales Mekhom siqvarulis khabars Otsnebit vatareb miprinavs ro Sadgats pavshoba miqveba Sadghas bavshova miqveba
მამამიანი დღეს შენს კალთაში ვიდ ბუდეში ვარყივის სახლო ვარ შენი სუნთქვის გაგრძელება ადამიანი ჩემს ერთ სიცოცხლის განაცვალეთ კარგად რო გნახო შენი შვილი ვარ შენი მიწის დამცველად მოვედ ჩვენს ყველარი გვაქვს კავშირების სულის და ძარღვს შენთვის ვიზრდები საქართველო რაც გინდა მთხოვე მე ზვარაკი ვარ ერთგულები ვერავინ დაულის მე ვარ შენს გულზე ამოსული მომავალს ვლორთი ნახავ კაცურად გავიშლებ ეჭებში მალე მიმიშვი გუთნის გამწევ ხარებს გადავკრა შოლტი რომ დაგიჩვენო ნათელი და ლამაზი ხვალი გამილოცე მხოლოდ შვილ მაიქნე ვაჯობო მამას ისეთი დედის გაზრდილი ვარ ვერ მყავს ტყვია ხატის წინ მდგავარ და ხმამაღლა ვიფიცებ ამას შენი შვილი ვარ მე სახელად ქართველი მქვია მე ვარ საქართველო 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 საქართველოს ნაწილი არის და იქნება მისი ოკუპირებული ტერიტორიები. ის გადარჩენია ულამაზე საფხაზეთ შორიდან
ყველგან ხილი და თველია. ქვეყნა დრას კარგი არსებობს, ჩვენია, მხოლოდ ჩვენია. ცისარტყელება შვიდფერად, რომ მოგვიქარდეს მთავარი, ყველა ლამაზი სიმღერა, ყველა ლამაზი ზღაპარი. ქართალა მზისა და მთვარის, ნათელი რასაც ფენია, ვაფრთხილთა შუქით გამთბარი, ჩვენია, მხოლოდ ჩვენია. მაღლა მთაზე ქართლის დედა, ნათლის სვეტად აღმართულა, მიყვარს ჩემი საქართველო, საქართველოთან ხატვა. რუგლის ფულა, ბამბის ფულა, მზის ხილებით გაფანტულა, ლექსები და სიმღერები მოჩქებს ათას ნათავს. ხიარული და ანცი ბავშვები დაგვსვა მერხებთან და 35 წუთის განმავლობაში ვაიძულა გვესმინა განყოფილებით. არ ეკონა იცულებით ყველა შესაძლოსანი მოსწავლე რომ იცი როგორი წელებოდა ეს ხუთები? Mama's დავიწყარ მომენტები გვაჩვენა 4 განსაკუთრებით სამახსოვრებელი პირველი დღე იყო. ვითომ რატომ პირველი დღე სულაც ხალმახსოვს კარგად. სახში წასვლამდე ტიროდა. აი სწორედ მაგიტომაც ნახევარი კლასი ტიროდა. ნახევარსაც იმერზე ეძებდა. განსაკუთრებით მაშინ განაცდეთ ჩვენს პირველ მასწავლებელს, რომელმაც მთელი 4 წლის განმავლობაში სიყვარულთა გამოთქმებით იძლევდა ჩვენ ყველა ჭიროლობას და სიცოცხლეს. მე მას ვფიქრობდი, რომ თითოეული ჩვენგანი სიხარულით და სიყვარულით მოდის სკოლისკენ, სადაც ჩვენი მეგობრები და ყველაზე დიდი მეგობარი დედაენა გვერდით. სკოლისკენ მიმიხარია, მინდა ვისწავლო კარგად. გოგებაშვილი მარცხნივ აკრიფოს ხარტად მარდად, გარდაშვი წიგნის პირველი კლასი. თვალებს მომაჭყեց ია და კითხვაც გამიადუნდა. აი, ეს არის ია, აი ია და აი თხა, აი ვაზი და თასი. მასწავლებელი მიღილის და გავიზრდებით ასე, მასწავლებელმა ღივილით. გაგვიღოს ცოდნის კარი, მიყვარს გზა საითაც, მოგვიხმობს სკოლის ზარი. ასე იწყება მარჯამს და გაგრძელდება ასე. და დედაენა გაყვება მთელი ცხოვრების გზაზე. საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენა, სიყვარულის ლექსის სადღეგრძელოს ერა. მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა, შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხმა, ყინვალების ღვთიური, წყინვალების დროი, ჯაგნარებში ჯოგის ნავარდობა, გაფანტულა ფარის, ფაზე და ჯანმრთელი, და ქართული ხარი, ფაზე და ჯახი. უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა, მწიფების ყანა, ქარში როგორ ღელავს, სარკინეთში გრდემლზე, როგორ სემენტუროს და ვარსკვლავის ღვედზე, როგორ მოგზაურობს, ან მთვარიან ღამით, ციხე კოშკის თლილში, რა თბილია, ფარული სიყვარულის შიში, როცა ღამის მთევლებს ლხინი გავმართავთ და სიზღვრებით როცა თლემენ სასტუმართან, საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენა, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა.
წერია ორა კარგია 1 2 3 1 2 3 იარე დასაკანელა ტრიალე ელენე უსმანაშვილს გადავწევთ სიტყვა და მოგესალმებით. მოგესალმებით ყველას. ზეც და გაგუმებით და თქვენ საქართველოს მომავალი ჩვენ არ ექციდობები ეს მასწავლებელი ჩვენი მასწავლებელი თქვენთან ერთად იქნება სულ ამ 12 წლის განმავლობაში ყოველდღიურად გნახავთ და მე გაგიცხრათ რომ ის ხაპარი როდესაც პირველ კლასში მოხვედით ისევ გაგრძელდება ოღონდ უფრო ცოტა გასაგებია წარმატებებს გისურვებთ ჩვენი სკოლის სასახელოდ, ჩვენი საქართველოს, ჩვენი სოფლის ჩვენი ამდენი წლის მანძილზე. სანამ თქვენ ძალიან მიხარია რომ თქვენი მშობლებით თქვენთან ერთად ამ სკოლის აღსtildeებია ნაწილი ჩვენ კიდევ ასეთი თქვენ გვერდით თქვენ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი თავს. ის წარმატებას გელოდებით სექტემბერში. ახლა კი დავწერთ კლასიკური მუსიკა.
ძალიან კომფორტული იყო მართლა მუშაობაო ძალიან ჭკვიანები არიანო და მიჭიერებიო და გისურვათ გააგრძელოთ ასე როგორც იყავით ამ 4 წლის განმავლობაში ანაში ეცხოვროთ რომ მშვიდობიანი მომავალი გქონდეთო და საამაყო ქართველები გაზრდილიყნენო აი ეს სიტყვით რაც მარიმასწავლებელმა მე თქვენთან გადმოსაცემად დავიდოვა ეხლა კი მარის და ანასტასიას მოვუსმინოთ. Thank you.
აბა საფოდელი ისმენ მოსადებული ნამდვილად არ მაქვს სიტყვა, მაგრამ გულიდან ნამდვილად პირველ დღეს ჩემი ბარბარე პირადად რომ მოვიყვანი ამ სკოლაში, იმის შიშიდა განსხვავდა, როგორ შეითვისებოდა ამ ბავშვებს, ვინაიდან ბაღში ერთად არ მოდიოდნენ, თან კორონა იყო და იმ დღიდან ჩემ შვილმა შეიყვარა ეკამასწავლებელი და დღემდე წერამშობლებსაც ვეუბნებოდი, სულ იმას ამბობს, რომ მე ვიბრძოლებ ეკამასწავლებლის გამო, რომ მხოლოდ ჩემთან იყოს. ნამდვილად ვიცი, რომ ყველას გულებში ესეა, ჩვენი ბავშვებიო ესე ვამბობთო, რომ ეკამასწავლებისთვის ვიბრძოლებ. მადლობა ეკამასწავლებელო, რომ თქვენ ჩვენ შვილებს შეაყვარეთ ჯერ სკოლა, ანიბანის, სწავლა და ყველა მასწავლებელს, თითოეულ მასწავლებელს, ინგლისურის მასწავლებელს, მაია მასწავლებელს, მეტასაზოგადოების მასწავლებელს, ზურა მასწავლებელს უდიდესი მადლობა, ჩვენს პატივცემულ დირექტორს უდიდესი მადლობა და რა ვიცი, თუ ვინმე გამორჩა მაპატიეთ კიდევ, ყველას უღრმესი მადლობა ამ 4 წლისთვის და ჩვენ მშობლებს რაც შეგვეძლება აწი მომავალში თუ რამე დავაკელი კიდე სიტყვებით მაპატიეთ, მადლობის მეტი არაფერი მithვლის, ნამდვილად კარგი ბავშვები არიან და ეთყობათ საბერ როგორი გაგვიზარდა მადლობა გენაცვალე. დილოცავ ჩემო პატარებო. ასევე დედი ყვებო და მამი ყვებო, ბები ყვებო და პაპებო, დიდი ბებოებო და პაპებო. აი ესეთი კარგი შვილები გაგვიზარდეს. უკვე დაამთავრეს პირველი საფეხური დაძლიერეს ჩვენმა შვილებმა, კარგად და შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა. გადავიდნენ მეორე საფეხურზე და აბა თქვენ იცით პატარებო როგორი წარმატებულები იქნებით, რომ ეკამასწავლებელი ასე ძალიან რომ გიყვართ, უნდა ასახელოთ. სხვა მასწავლებელს როდის მოუხდი, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში გასწავლდით ყველას. ხო და ასე გააგრძელეთ. მეგობრობა გიყვარდეთ. ჩემი პირველი ის იქნება მოწოდება, რომ გიყვარდეთ მეგობრობა, ნამდვილი მეგობრობა გიყვარდეთ თქვენი სამშობლო საქართველო და იყავით ბედნიერი და ჯანმრთელი ბავშვები. ამინ. ამინ. ეხლა კი ცეკვა აჭარული.
ყელა ჩანგივი ჭღერს, თოვლივი თეთრი, ნათელი წფერი, მასწავლებელი წინამძღოლს ერს. თენდება დილა საიადონო, ბოლო ეღება ლოცვა. ხუდი მოიხადეთ ბატონაჩემო, მასწავლებელი მუშ. მოდი სამშობლოს პატიოსნება, დადის და რეყვის დროა. თაობავ ჩემს მასწავლებელს, უბით სინათლე მოაქვს. ვიხმეთ მამულის ფრთებქვე დაგვრაზე, ცეცხლში ვყავ ცეცხლი იშლავს, მასწავლებლობა ამ ქვეყანაზე ხალხის სამსახურს ნიშნავს. თუ რამეს ვამბობ, სუქმაზე ვამბობ, ვიბრდის ბოცნება მღერი, მასწავლებლობად იმირობად იწერი. ქვეყნის მომავალს განდო, დედობად ხარში სინათლის კვარი, საქართველოში მასწავლებლობაც ერის კაცობაც არის. სხვა რა ვიგვირგვინო, უკეთვი ნახავთ და სავსემზით და თბილი ფერებით, მასწავლებლებო, მე თქვენ მიყვარხართ, გლოცავთ, გეხვევით და გეფერებით. მე დაუთქვენო ჩვენა ვინახა სულ ვილამაზე ძისები, მასწავლებელო მე თქვენ მიყვარხართ მასწავლებელო გისი. თენდება დილა საიადონო, ზარის და რეყვის დროა, ხუდი მოიხადეთ ჩემს მასწავლებლებს, უბით სინათლე მოაქვს. გემშვიდობებით მეოთხე კლასო, გამარჯობა მეხუთე, გქონდეთ ჩვენი იმედი. უღმესი მადლობა მშობლებს, აი მართლა 4 წლის განმავლობაში მე თქვენს თანადგომას ვგრძნობდი ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს. უღმესი მადლობა თვითონ მასწავლებელს, თვითონ პედაგოგს, რომელიც ჩვენთან შემოდიოდა ჩვენს კლასში და სხვადასხვა უნარებით გვამდიდრებდა. უღმესი მადლობა თვითონ თქვენთან გასმოგბრძანებისთვის. და ჩვენ შევხვდებით მეხუთე კლასში. მე ისევ ჩემი აწყურის სკოლაში და თქვენ გეყოლებათ აწყურის სკოლაში უფროსი მეგობარი გაგერაიცა.